ეს 10 წლის წინ იყო. გაუბედავად აციმციმდა ტელევიზორის ეკრანი და აქამდე უცნობ არხზე წამყვანის გამოსახულება გამოჩნდა. საამშვიდობისას თვითონ ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია თრიალეთი. მოისმინეთ განცხადებები. ასე დაიწყო. მაშინ ბევრს არ ეჯერა, რომ ერთი პატარა რაიონის ტელევიზია დამოუკიდებლად შეძლებდა მუშაობას. დღეს უკვე რეგიონული ტელეკომპანია თრიალეთის დამაარსებლებს, ბადრი ნანეტაშვილს და ჯონი ნანეტაშვილს, მრავალი პრობლემის დაძლევა მოუხდათ, ვიდრე ჩანაფიქრს განახორციელებდნენ. გამოყოფილ ტელეარხს სასურველ კალაპოტში ჩააყენებდნენ, მაყურებლის მდობასა და პოპულარობას მოიპოვებდნენ. მწირი ტექნიკა, კადრების გამოუცდილობა, დიდ მონდომებასთან, შრომასთან, ღამეების თევასთან იყო დაკავშირებული. და მათ ეს შეძლეს. რაიონსა და შემდეგში რეგიონს მრავალ მხრივ საინტერესო პოპულარული ტელეკომპანია აჩუქეს. და ეს იყო და არის არა მარტო რეგიონში, საქართველოში დაარსებული ერთ-ერთი უპირველესი დამოუკიდებელი ტელეკომპანია. 10 წელი გავიდა. პატივისცემით და დიდი სიყვარულით მინდა მიულოცო დამოუკიდებელ ტელეკომპანია თრიალეთს 10 წლის იუბილე. ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა, მან დაიმკვიდრა თავისი ხელწერა რეგიონის ცხოვრებაში. ის ჩვენი ოჯახის სტუმარია. ყველა თითოეული ჩვენთაგანი მოუთმენლად ველით ტელეკომპანიის პროგრამების დასწყებას. თუმცა პროგრამები საკმაოდ გრძელდება, მაგრამ მე ძირითადად ვამბობ თქვენ პროგრამებს, ამ თრიალეთის პროგრამების დაწყებას. თქვენი პროგრამების საშუალებით ჩვენი მოსახლეობა იღებს რუსთავი 2-ის გადაცემებს, კურიერს და ღამის კურიერს, ასე რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან ფართო ინფორმაციას იღებს თქვენი მეშვეობით. რისთვისაც მე კულტურის მუშაკთა სახელით, პირადად ჩემი სახელით, როგორც რიგითი მოქალაქის სახელით, მადლობა მინდა მოგახსენოთ. მადლობა ასეთი ერთგული, საინტერესო და შინაარსიანი საქმიანობისათვის. მე მომეცით, მოგილოცოთ ყველა თქვენთაგანს, მიულოცო ბატონ ბადრის, თქვენ ხელმძღვანელს, თქვენ შემოქმედებით კოლექტივს, ამ შესანიშნავ კოლექტივს, ნიჭიერ კოლექტივს მოგილოცოთ საიუბილეო თარიღი 10 წლის თავი და კვლავ წარმატებები მინდა გისურვოთ რთულ შემოქმედებით საქმიანობაში. მაყურებლის მეხსიერებაში ცოცხლობს პირველი კადრები, საინფორმაციო და მუსიკალური სიუჟეტები, თემატური გადაცემები, სატელევიზიო და მხატვრული ფილმების გმირთა ეკრანული სახეები. პირველ საინფორმაციო გადაცემებს თემატური სატელევიზიო პროგრამა ტელერაუნდი მოჰყვა. სამაუწყებლო ასპარეზზე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გამოჩენა ახალი სიტყვა იყო საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. მით უმეტეს ისეთი პატარა რაიონისათვის, როგორც ქარელია. ტელერაუნდი პროგრამა, რომელიც ჩვენ მაშინ დავიწყეთ, იყო პირველი სიუჟეტური გადაცემა ქარელის ტელევიზიით. პროგრამა მრავალფეროვანი გახდათ. იყო ინტერვიუ, ინფორმაცია, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა, ყოველი გადაცემა მთავრდებოდა იუმორისტული მხატვრული ფილმით. ჩვენ რამდენიმე ფილმი გადავიღეთ მაშინ, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო ერთი, ეს იყო იუმორისტული ფილმი, მოკლემეტრაჟიანი, რა თქმა უნდა, ფეიჰოა, რომლის გმირები ვფიქრობ დაამახსოვრდა ჩვენს მაყურებელს.
ტელეკომპანია თრიალეთი ეკუთვნის არა მხოლოდ ქარელის რაიონს, იგი ქართლის სამაუწყებლო კომპანია. მახარებს მისი პოპულარობა მაყურებლებში. მაყურებელი ხომ მასმედიის მუშაობის უმთავრესი შემფასებელია და მსიამოვნებს ისიც, რომ ქარელელ ტელეკომპანიის თრიალეთის ჟურნალისტებს არ ჭირდებათ თხოვნა მაყურებელთან დარჩით ჩვენთან. ჯერა რომ ისინი ყოველთვის მონახავენ სასურველ ტელეარხს და ნახავენ მის გადაცემებს. მინდა გულითადად მიულოცო ჩემს უმცროს კოლეგებს ეს პატარა იუბილე და ვუსურო რომ მათი გადაცემების დიაპაზონი არეალი უფრო გაზრდილი იყოს, უფრო ფართო მასშტაბით გადაიცეს ეთერში. მე ამის სრული იმედი მაქვს. ლია ჯახველაძის საავტორო გადაცემა კვირაძალს საინტერესოდ ასახავდა რაიონის ღირსშესანიშნაობებს, მის კულტურას, ტრადიციებს. მის პროგრამაში შედიოდა საუბრები რესპუბლიკის გამოჩენილ მოღვაწეებთან, უბრალო ადამიანებთან. რაიონში მცხოვრებ ქალებს ეძღვნებოდა გადაცემა მანდილი, რომელსაც ავტორი ლეილა კორკოტაძე უძღვებოდა. თანდათან ფართოვდებოდა გადაცემების თემატიკა, დიაპაზონი. გაჩნდა საბავშვო გადაცემა მარიოტა, ავტორი მაია გოგიჩაშვილი, რომლის ცოცხალმა საყმაწვილო სიუჟეტებმა არაერთი სასიამოვნო წუთი განაცდებინა ნორჩ მაყურებელს. ბავშვები ყოველთვის სიხარულით ელოდნენ ზღაპრის გუდას, თოჯინებით გაცოცხლებულ საინტერესო ზღაპრულ სამყაროს. გადაცემის ავტორი თამილა კახიაშვილი. ჩამოყალიბდა წამყვანი საინფორმაციო პროგრამა ანარეკლი, რომელმაც მუდმივი ადგილი დაიმკვიდრა ტელეკომპანიის გადაცემებში. ოპერატიული პრობლემური სიუჟეტები მაყურებლის ცხოველი ინტერესით სარგებლობს. საინფორმაციო პროგრამას ხელმძღვანელობს გოჩა დავითაშვილი. ხოლო კორესპონდენტების თამილა არხოშაშვილის, მარიკა ზაქარაშვილის და ნინო თოთლაძის შრომის შედეგად პროგრამა უფრო საინტერესო გახდა. პირდაპირ ეთერი ტელეკომპანიის ჟანრობრივ პალიტრაში დღეს წამყვან პოზიციაზეა და ყველაზე ახლო გზაა მაყურებელთან. კვირის სტუდიამ პროგრამის ავტორი გოგა აფციაური უკვე მონახა მაყურებელთა კონტაქტის ეფექტური გასაღები, მოექცა მისი ყურადღების ცენტრში და საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა. მჭიდრო კავშირი რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის წამყვან ტელეკომპანიებთან, შემოქმედებითი მივლინებების საზღვარგარეთ, ინფორმაციებისა და სიუჟეტების გაცვლა კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის თრიალეთის გადაცემებს. რეგიონის მაყურებელი შეუნელებელი ინტერესით ადევნებს თვალყურს ტელეკომპანია რუსთავიორის პოპულარულ პროგრამას კურიერს, რომელიც ყოველდღიურად გადაიცემა თრიალეთის არხით. ამ პროგრამაში არაერთხელ იხილავთ თრიალეთის ტელეჟურნალისტთა მიერ მომზადებულ სიუჟეტებსაც. მე მინდა მიულოცო თრიალეთის დაბადების დღე, მიულოცო ეს იუბილე 10 წლის თავი დაარსებიდან. და მინდა თქვა, რომ მე მართლა ვამაყობ იმით, რომ საქართველოში არსებობს ასეთი ტიპის ტელევიზია, რომელმაც თავისით საკმაოდ წირი ბაზით, საკმაოდ წირი ბიუჯეტით მოახერხა, რომ თავის რეგიონში ხალხის მხარდაჭერა, სიყვარული და პოპულარობა მოეპოვებინა. ეს პირველ რიგში არის ალბათ მისი ხელმძღვანელების და ამ ტელევიზიის მეპატრონეების დამსახურება. მე განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ბადრი ნანიდაშვილის ფაქტორს ამ საქმეში. და მგონია, რომ ბადრის ტიპის ადამიანები საქართველოში ბევრი იყოს, უფრო მეტი იყოს, ვიდრე დღეს არის. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პირობები უფრო უკეთესი იქნებოდა, უფრო კარგად ვიცხოვრებდით. და ეხლა გამომარტავ რატო ვფიქრობ ასე. ადამიანები, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი მიდგომა აქვს საკითხებისადმი და თავის სიტყვას აფასებს. ანუ კაცია, რომელსაც დაეყრდნობი. და ის თუ რამე შეგვირდება, ან რაიმეს აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, ის ყოველთვის ასრულებს და შესაბამისად მის მიმართ ნდობა ძალიან დიდია. მე მიხარია, რომ არსებობს ესეთი ტელევიზია ქართლში, მე მიხარია, რომ ესეთი ტელევიზია არსებობს ქართლში, მე მიხარია, რომ ესეთი ტელევიზია არსებობს საქართველოში და მე მიხარია, რომ ყავს ესეთი პარტნიორი, რომელსაც აქვს საშუალება, რომ პოპულარულ არხზე აჩვენოს ჩვენი არხის რუსთავიორის პროგრამები, მიუტანოს მაყურებელს, ის რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ამავე დროს საკმაოდ ბევრ ურთიერთობაში მას შეუძლია ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა და მე მგონი, ჩვენი თანამშრომლობა არის ორივე მხარისთვის სასარგებლო და
იმედი მაქვს, რომ 10 ჯერ 10 წელიწადს თუ ფიზიკურად ვერ შეძლებ, ყოველ შემთხვევაში რუსთავი ორი თრიალეთს მიუგოცავს და ყოველი შემდგომი ეტაპი იქნება მისი განვითარების, წინსვლის და მაყურებლის გახარების, იმიტომ რომ ერთი ფუნქცია აქვს ამ ტელევიზიას, რომ მაყურებელს მიუტანოს ინფორმაციაც, შეუქმნას განწყობაც, ზოგ შემთხვევაში დაასვენოს, ზოგ შემთხვევაში დააფიქროს და მოდით ესე ვთქვათ, ვიოცნებოთ იმ დროზე, როცა ვთქვათ თრიალეთი მოიცავს უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე დღეს მოიცავს და ვიოცნებოთ იმ დროზე, როცა ვთქვათ, მისი ტექნიკური ბაზა და პროგრამირება იქნება საამაყო არა მარტო ქართლის მაყურებლისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის, იმიტომ რომ პოტენციალში ამ არხმა უმცირესი საფუძვლით დაამტკიცა, რომ შეუძლია განვითარება, შეუძლია წინსვლა, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემა, ვინმე რომ ვითარდება, რა თქმა უნდა, გასახარია და ესე იგი ჩვენ კიდე გადარჩენის შანსი გაგვაჩნია. მოდით ერთად, მაყურებლებთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე და არ ვიცი, ატენური მე მგონი არ შემოვლევიათ ქართველებს და კარგი ქართლის ვინით ერთად აღვნიშნოთ თრიალეთის დაბადების 10 წლის თავი. სხვადასხვა დროს უძღვებოდნენ გადაცემებს ეკა თულოშვილი, შორენა მჭედლიშვილი, თია კაკიაშვილი, არსენ კეჩხუაშვილი. გადაცემებს ამზადებდნენ ლია ჯახველაძე, მაია გოგიჩაშვილი, ეკა მამულაშვილი, ლეილა კორკოტაძე, ნანა ქრივიშვილი და სხვები. ოპერატორები იყვნენ რამაზ გიორგიშვილი, თემურ ფაიქაშვილი, ტარიელ საზანდრიშვილი, რომლებიც შემდგომ შეცვალეს აჩიკო თოთლაძემ, ლაშა გაგლოშვილმა, რამაზ ელანდიშვილმა, გია თედოზაშვილმა, კობა ავთანდილაშვილმა, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მუშაობას. გადაცემების მხატვრულ მონტაჟს, ვიზუალურ და გამომსახველობით ეფექტიანობას უზრუნველყოფს ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილე ოლეგ კოპაძე. ტელეკომპანია თრიალეთის, ქარელისა და გორის ოფისებში მუშაობენ დალი ხარატიშვილი და ლელა ჯიბღაშვილი. სატელევიზიო პროგრამების შემოქმედებითი ხელმძღვანელი და ორგანიზატორია ტელეკომპანიის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ბადრი ნანეტაშვილი. უკანასკნელ ხანს მნიშვნელოვნად გაუმჯობეს და გადაცემების ხარისხი. დაიხვეწა ტექნიკა, მრავალფეროვანი გახდა გამომსახველობითი საშუალებანი. მნიშვნელოვნად გაფართოვდა გადაცემების დიაპაზონი. დღეს თრიალეთს უყურებენ და უსმენენ ქარელის, გორის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის რეგიონის მაყურებლები. იგი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სასურველი პროგრამაა. 10 წელი მხოლოდ დასაწყისია შემოქმედებითი ცხოვრების დიდ გზაზე. განვლილი 10 წელი ტელეკომპანია თრიალეთისათვის ეს იყო თვითდამკვიდრების, აღიარების, პროფესიული ძიების წლები. ტელეკომპანია თრიალეთი თავისი შემოქმედებითი საქმიანობის ახალ ეტაპს იწყებს. ეს იქნება არანაკლებ რთული და საპატიო გზა საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, მისი მატერიალური და სულიერი აღორძინების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ქვეყნის ეროვნული ღირებულებების გადარჩენისათვის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. ტელეკომპანიის ახალგაზრდული კოლექტივი ჰპირდება თავის მაყურებელს, რომ კვლავაც ღირსეულად დაიცავს შემოქმედებითი თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, გაიზიარებს და გაითავისებს ადამიანთა სადღეისო და სამომავლო პრობლემებს. ყოველთვის იქნება თქვენთან ერთად და თქვენს გვერდით ძვირფასო მეკობრებო.